მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილი არის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და თავშივე გეტყვით იმას, რომ ტესტები შედგენილი არის იმ კონვენციებზე, რომლებიც გათვალისწინებული არის მიმდინარე საგაზაფხულო სესიით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამით. კერძოდ 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე არის საუბარი. ამჯერად 5 ტესტურ დავალება არის შედგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციიდან. რა თქმა უნდა, მოგვიანებით შემდგომშიც გვექნება სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებიდან შედგენილი ტესტური დავალებების განხილვა. დავიწყოთ მე-6 ტესტური დავალებით. ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს Z ხალვაში, რომელიც ეჭმიტანილი იყო მჭიდროდ დასახლებულ უბანში ტერორისტული მიზნით დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსებაში. გამომძიებლებმა იმ მიზნით, რათა ეიძულებინათ დაკავებული ეთქვა ასაფეთქებელი მოწყობილობის ადგილსამყოფელი და გადაერჩინათ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, გამოიყენეს ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები და განახორციელეს მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, სცემეს და ოჯახის წევრების დაჭერით დაემუქრნენ. მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოში განაცხადა, რომ ეს იყო უკიდურესი აუცილებლობა მრავალი უდანაშაულო ადამიანის გადასარჩენად. კითხვა გვაქვს დასმული, ჯდება თუ არა პირის მიმართ ამგვარი ღონისძიებების გამოყენება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლის გამონაკლისის უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრებოდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ავარიანტია არა, მესამე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა აბსოლუტურია და მასზე არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება მიუხედავად საფრთხის ხასიათისა. ბ-ვარიანტია დიახ, თუ არსებობს პირდაპირი და მყისიერი საფრთხე სხვათა სიცოცხლისათვის. გ-ვარიანტია დიახ, თუმცა მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილში და არა ფიზიკური წამებისას. და դ-ვარიანტია არა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი თავად არის მხარე შეერაღებულ კონფლიქტში ან და არის ომის დანაშაულის თანამონაწილე. ეხლა ზოგადად ვთქვათ, რომ კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც გვიდგენს წამების აკრძალვას, არის ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვან უფლებათაგანი, რომელსაც საერთაშორისო სამართალში იმპერატიული ნორმის სტატუსი აქვს. მაგალითისათვის, ევროპული სასამართლოს პრაქტიკით მესამე მუხლი არ ითვალისწინებს არავითარ დაბალანსებას სხვა ინტერესებთან. თუნდაც სასწორზე იდოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე, სახელმწიფოს მაინც არ აქვს უფლება გამოიყენოს წამება ან არაადამიანური მოპყრობა. ეს არის კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და ურყევი პრინციპი. შესაბამისად, რაოდენ დიდი მასშტაბის სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის მიზანიც არ უნდა იყოს მეორე მხარეს, სახელმწიფოს მაინც არ აქვს უფლება, რომ მსგავსი ღონისძიებები გამოიყენოს პირის მიმართ. შესაბამისად, მოცემულ ვარიანტთაგან სწორი პასუხი გვექნება ავარიანტი, არა, მესამე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა აბსოლუტურია და მასზე არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება მიუხედავად საფრთხის ხასიათისა. მე-7 ტესტური დავალება არის შემდეგი. პოლიციამ დააკავა რ მახარაძე, რომელიც წლების განმავლობაში იტანჯებოდა მძიმე ფორმის ალკოჰოლიზმით. დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ იგი სისტემატურად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საფრთხეს უქმნიდა საკუთარ ჯანმრთელობას. მახარაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ პირის დაკავება დაუშვებელია, თუ მას არ ჩაუდენია კონკრეტული სისხლისამართლებრივი დანაშაული. კითხვა გვაქვს შემდეგი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად დასაშვებია თუ არა პირის კანონიერი დაპატიმრება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არის ალკოჰოლიკი. დააკვირდით კარგად კითხვას, გვეკითხებიან კონვენციის მიხედვით შეიძლება თუ არა პირის დაკავება ჩაითვალოს კანონიერად, თუ აკავებთ იმის გამო, რომ ის არის ალკოჰოლიკი. ამასი არის თელი კითხვის არსი.
A ვარიანტია არა, თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ სისხლისამართლებრივი ბრალდების წარდგენისას. B ვარიანტია დიახ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირს ამავდროულად სულის ავადმყოფობა წაწუხებს. G ვარიანტია დიახ, კონვენციის მეხუთე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ალკოჰოლიკის კანონიერი დაპატიმრების შესაძლებლობას. და D ვარიანტია არა, რადგან ალკოჰოლიზმი განეხილება როგორც სამედიცინო მდგომარეობა და არა სამართლებრივი შეზღუდვის საფუძველი. ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ კი E ქვეპუნქტი, წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამონაკლის თავისუფლების უფლების ზოგადი პრინციპიდან. იგი სახელმწიფოს აძლევს უფლებამოსილებას აღკვეთოს პირის თავისუფლება სოციალური პრევენციისა და დაცვის მიზნებისათვის, მათ შორის გადამდებ დაავადებათა გავრცელებისაგან თავის ასაცილებლად, ასევე სულით ავადმყოფობის, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა და მაწანწალების მიმართ, თუმცა ასეთი დაპატიმრება ცხადია წყობრი პრაქტიკის მიხედვით უნდა იყოს კანონიერი და ემსახურებოდეს პირის რეაბილიტაციას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად ვხედავთ, რომ სწორი პასუხი გვაქვს G ვარიანტი, შეიძლება მხოლოდ ამ საფუძვლით პირის დაკავება. კონვენციის მეხუთე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ალკოჰოლიკის კანონიერი დაპატიმრების შესაძლებლობას. რაც შეეხება მერვე ტესტურ დავალებას, საქმეზე A ვარდოსანიძე სახელმწიფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური წამების გამო. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ ზოგადი ღონისძიებების გატარება, ციხეებში ვიდეო მონიტორინგის სისტემის დანერგვა. გადაწყვეტილების ზალაში შესვლიდან გავიდა 2 წელი, თუმცა სახელმწიფომ მხოლოდ კომპენსაცია გადაიხადა. რეფორმის გატარებაზე კი უარი განაცხადა ფინანსური კრიზისის მოტივით. მომჩივანმა მიმართა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოს რეაგირებისათვის. კითხვა გვაქვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, რომელი ორგანოა უფლებამოსილი ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. A ვარიანტია ევროპის პარლამენტი, B ვარიანტია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმი, G ვარიანტია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი და D ვარიანტია ადამიანის უფლებათა ევროპული კომისარი. 46-ე მუხლი კონვენციისა გვეუბნება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას. შესაბამისად ვხედავთ, რომ სწორი პასუხი გვაქვს G ვარიანტი. ეს არის პოლიტიკური ორგანოს ფუნქცია, ასე რომ ვთქვათ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება და მას აქვს თავისთავად მთელი რიგი მექანიზმები, რომლებითაც აიძულებს სახელმწიფოს, რომ შეასრულოს აღნიშნული ვალდებულება. ამიტომ აქ ნათლად და მარტივად დავინახეთ, რომ სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. მეცხრე ტესტური დავალება არის შემდეგი. მოქალაქე I კვარაცხელიამ შეიტანა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში პატიმრობის არასათანადო პირობების გამო. საქმის განხილვის პროცესში სახელმწიფომ აღიარა დარღვევა, გადაიხადა კომპენსაცია და მომჩივანი გადაიყვანა ახალაშენებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. თავად მომჩივანმა სასამართლოს აცდობა, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდა და აღარ სურს დავის გაგრძელება. თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მოითხოვა საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან მსგავს პირობებში სხვა პატიმრებიც იმყოფებოდნენ. კითხვაა შემდეგი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, რა შემთხვევაში შეიძლება სასამართლომ მაინც გააგრძელოს საჩივრის შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ დავა გადაწყდა. A ვარიანტია, თუ ამას მოითხოვს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს. B ვარიანტია, სასამართლო ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება პრეცედენტის შესაქმნელად. G ვარიანტია, თუ კონვენციისა და მისი ოქმებით განსაზღვრულ
უფლებათა დაცულობა მოითხოვს საჩივრის შემდგომ შესწავლას და D ვარიანტია თუ საქმეში ჩართულია მესამე მხარე, რომელიც წინააღმდეგია საქმის ამორიცხვის. საინტერესო საკითხი არის აღნიშნული. კონვენციის 37 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია ამორიცხოს საჩივარი თუ დავა გადაწყდა, თუმცა იქვე არსებობს მნიშვნელოვანი დათქმაც. სასამართლო მაინც განაგრძობს საჩივრის შესწავლას თუ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა დაცულობა ამას მოითხოვს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკითხი ცდება ინდივიდუალური ინტერესი და სისტემური ხასიათისაა. ხედავთ ხო, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მოთხოვნა, ასე ვთქვათ, საქმის განხილვის სტადიაზე დაკმაყოფილდა და გადაყვანილი იქნა ახალაშენებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და თვითონვე აცდობა სასამართლოს, რომ აღარ სურდა დავის გაგრძელება, უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ სასამართლოს აცნობა, რომ სხვა პატიმრებიც იმყოფებოდნენ მსგავს ვითარებაში და ფაქტობრივად ეს ნიშნავს სამართლებრივად, რომ სისტემური ხასიათის იყო აღნიშნული დარღვევა, რომელიც სააშკარაოდ კვარაცხელიამ გამოიტანა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უფლება აქვს განსაზღვრულ უფლებათა დაცულობამ თუ მოითხოვს საჩივრის შემდგომ შესწავლას, გააგრძელოს საქმის განხილვა. ამიტომ ნათლად და მარტივად ვხედავთ, რომ ამ სწორი პასუხი გექნება მეგობრებო G ვარიანტი. მიმდინარე ვიდეო განხილვის ბოლო მეათე ტესტური დავალება წავიკითხოთ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმე ანდრია სმირნოვის საფრანგეთის წინააღმდეგ. მომჩივანი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩივის საფრანგეთში მისი ექსტრადიციის პროცედურის კანონიერებაზე. უკრაინის მთავრობამ გამოთქვა სურვილი ჩაერთოს საქმეში, წარადგინოს წერილობითი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში, რათა დაიცვას თავისი მოქალაქის ინტერესები. საფრანგეთის მთავრობა ამის წინააღმდეგია და მიიჩნია, რომ ეს არის ორმხრივი დავა. კითხვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად. აქვს თუ არა უფლება უკრაინის სახელმწიფოს ჩაერთოს პროცესში, როდესაც საქმე მის მოქალაქეს ეხება. A ვარიანტია არა, სახელმწიფოს ჩართვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არის საჩივრის ავტორი. B ვარიანტია დიახ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს მოპასუხე სახელმწიფო. G ვარიანტია არა, მესამე მხარის სტატუსით ჩართვა შეუძლია მხოლოდ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს და D ვარიანტია დიახ, მაღალ ხელშემკვრალ მხარეს, რომლის მოქალაქეც არის მომჩივანი, უფლება აქვს წარუდგინოს სასამართლოს წერილობითი განმარტება და მონაწილეობა მიიღოს საქმის მოსმენაში. 36 მუხლი არეგულირებს კონვენციის აღნიშნულ კაზუისტურ შემთხვევას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის მომჩივანი, აქვს ავტომატური უფლება ჩაერთოს საქმეში. მას უფლება აქვს, ასე რომ ვთქვათ, თავისი მოქალაქის ნაწილში საქმეში ჩაერთოს. ეს არის მესამე მხარის ჩართვის ერთ-ერთი ფორმა, ანუ სასამართლო მეგობრის თემაში გადის, ასე რომ ვთქვათ, ბჭყალებში, ჩვენც გვაქვს ეროვნულ დონეზე აღნიშნული საკითხი, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებას. ანუ მიხვდით ხო? თვითონ კი არ გადაიბარებს მოქალაქის საკითხს, ანუ ადვოკატირებას კი არ გაუწევს. არამედ წერილობით მოსაზრებებს წარადგენს, მონაწილეობას მიიღებს ზეპირ მოსმენაში, რათა მისი მოქალაქის ინტერესები ამ მოსაზრებები და წერილობითი და ზეპირ მოსმენაში მონაწილეობით მაქსიმალურად დაცვას დაექვემდებარა როს. თვითონ ადვოკატირებას, ასე ვთქვათ, პირდაპირ ამ ფორმით არ ახორციელებს, თუმცა გარკვეული მოქმედებების შედეგად წერილობითი მოსაზრებების და პროცესში მონაწილეობის გზით ცდილობს, რომ თავისი მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე ინტერესები დაცული და სრულყოფილად იყოს წარდგენილი სასამართლოს წინაშე. მიმდინარე ვიდეოს ფარგლებში აღნიშნული 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა, რომ თქვენთვის შევმეთავაზებინა.
მომავალშიც რა თქმა უნდა გაგრძელდება ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა და არა მხოლოდ ვიდეოს თავშიც ვიაღნიშნეთ, არა მხოლოდ ევროპული კონვენციიდან, არამედ ტესტები გვაქვს დამუშავებული დამატებითი კონვენციები, დამატებითი ოქმებიდან კონვენციის, სხვა კონვენციებიდან და ასე შემდეგ. ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და უახლოეს მომავალში ახალი ტესტური დავალებების განხილვით დაგიბრუნდებით. ნახვამდის გისურვებთ წარმატებებს.